დაყოვნება დანაშაულია და ვითარება ძალიან კრიტიკულია ამბობენ მედიკოსები, ექიმები საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და ჩვენც უკვე რამდენიმე დღეა ძალიან შემაშფოთებელ ამბებს ვისმენთ მიხეილ სააკაშვილის შესახებ. რა უნდა გააკეთოს ახლა მისმა პარტიამ, პოლიტიკოსებმა, საზოგადოებამ ამის შესახებ უნდა ვისაუბროთ, თუმცა პირველ რიგში უნდა ვილაპარაკოთ პარტიის ლიდერთან, ნიკა მელიასთან, რომელიც ვილნიუსიდან გვერდება პირდაპირ ეთერში. მოგესალმებით ბატონო ნიკა. დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად. მე მაყურებელს შევახსენებ რომ თქვენ იმყოფებით საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში უილფრედ მარტენსის სახელობის კონფერენციაში, რომელიც ეხება აღმოსავლეთ პარტნიორობას და იქ იმყოფებიან ჩვენი მოკავშირეები. მაგრამ ბატონო ნიკა, პირველ რიგში მინდა გკითხოთ, ამ ეტაპზე რას აკეთებს პარტია იმისთვის, რომ ამ უკიდურესად მძიმე პროცესიდან იყოს ნორმალური გამოსავალი და არ მივიდეთ ფატალურ შედეგამდე? მოგესალმებით, მადლობა შესაძლებლობისთვის. მე ვფიქრობ, კითხვა თუ რას აკეთებს პარტია და რას აკეთებს ნებისმიერი საქართველოს საგადმოაზროვნე მოქალაქე კი ბატონო ისმის ხშირად ეს კითხვა, მაგრამ პასუხიც არის ძალიან გასაგები. ყველაფერი ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში. ყველაფერი შესაძლებლობების და შეუძლებლობის ფარგლებშიც კი. კეთებ იმისათვის, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება ციხიდან და მისი გადაყვანა საზღვარგარეთ შესაბამის ჰოსპიტალში მოხდეს რაც შეიძლება სწრაფად. ამისათვის მთელი ცალკეული სხვადასხვა ფრონტები არის გაძლიერებული ამ საკითხთან მიმართებაში. თქვენ ახსენეთ აგერ სხვადასხვა ფორმატები, რომელიც გამოყენებულია, ოჯახი თავისუფლ აქტიურობს, პოლიტიკური პარტია თავისუფლ აქტიურობს, საერთაშორისო საზოგადოების მობილიზაცია სულ უფრო და უფრო მზარდი ხდება, სამოქალაქო საზოგადოება სულ უფრო და უფრო კაფიო თავის მოთხოვნებში სახალხო დამცველი და ასე შემდეგ. აი დღევანდელი ჩემი აქ ყოფნის კვალობაზე შემიძლია გულწრფელად გითხრათ ნათია მესამე დღეა უკვე აქ ეს არის საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც იძლევა შესაძლებლობას შეხვდე პრაქტიკულად ყველა იმ გავლენიან ადამიანს ევროპაში, რომელსაც უდიდესი გავლენა აქვს ევროპული პოლიტიკის ფორმირებაზე. ეს იქნებიან მოქმედი ბიუროკრატები ევროპის სხვადასხვა სტრუქტურებში, ევროპის ევროკავშირის წევრი ქვეყნების სხვადასხვა თანამდებობის წარმომადგენლები თავთავიანთ ხელისუფლებიდან, თუ უბრალოდ გავლენიანი ექსპერტები და ჟურნალისტები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. როგორც შვედები, გერმანელები, ამერიკელები, პოლონელები, ლიტველები, თავისთავად ესტონელები, ლატვიელები. დაიწყო და დამთავრდა დღეს მთელი ეს კონფერენცია მიხეილ სააკაშვილის საკითხით. ვინაიდან ყველას ესმის, უკვე თუ კი აქამდე იყო ცალკეული ადამიანებისთვის, ეცეთ საკითხის გარშემო ბუნდოვანება, რომელიც ეხებოდა მიხეილ სააკაშვილის პატიმრობას, საზღვარგარეთ ჩვენს პარტნიორებს გულისხმობ და ზოგი ხედავდა ამ საკითხთან დაკავშირებით ჭიქას ნახევრად цаრიელი სახით და მავანი ხედავდა ჭიქას ნახევრად სავსის სახით. დღეს არის სრული კონსენსუსი და კონსოლიდაცია ხდება ძალებისა ჩვენი აქტიური, მათ შორის თქვენი აქტიური ჩართულობითაც, ხო? მედიის წარმომადგენლებს, რომელიც ძალიან დიდ როლს თამაშობენ. ყველა ვაცნობიერებთ, რომ უკრაინაში მიმდინარე ბრუტალური ომის კვალდაკვალ შეუძლებელია ქვეყანაში, საქართველოში არსებობდეს პოლიტიკური პატიმარი მიხეილ სააკაშვილის სახით, თანაც იმ მდგომარეობაში, როდესაც იგი ებრძვის სიკვდილს და იბრძვის სიცოცხლეს. მაგრამ ნიკა, ძალიან ცოტა დრო გვაქვს ჩვენ ყველას ერთად და აქედან გამომდინარე ვკითხულობ, აი პარტნიორების პოზიცია გასაგები არავის არ მოეწონება ევროკავშირში, რომ ადამიანს კლავენ და ეს გასაგებია, მაგრამ აი დროში ვართ შეზღუდული და აი რა შეიძლება მოკლე ხანში გაკეთდეს, რომ მოხერხდეს მისი გაყვანა ქვეყნიდან. ამერიკელებიც ახსენეთ თქვენ და რას ამბობენ ისინი, რამდენად მოახდენენ ამას ამ თემებზე გავლენას, დიახ. მე მომხრევა სიმართლის თქვის არ იყო ასეთ ცალსახა პოზიცია დასავლეთში უკანასკნელი თვეების განმავლობაში, იმიტომ რომ ჩვენ პირველი დღე არ არის, როდესაც მსგავს შეხვედრებს მართავთ, ხო? სამწუხაროდ, ჩვენ და სამწუხაროდ არ იყო მსგავსი ანალოგიური დამოკიდებულება. თვისობრივად არის შეცვლილი დამოკიდებულება და რა თქმა უნდა ეს უნდა მოვიდეს ქართული საზოგადოების აქტიურობასთან თანხედრაში, მაგრამ საერთაშორისო მეგობრების
უდიდესი მხარდაჭერის გარეშე რატომღაც არსებობენ ცალკეული ადამიანები საქართველოში, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ საერთაშორისო სერიოზული მხარდაჭერის გარეშე შესაძლებელია ძირეული პრობლემების გადაჭრა და დღეს მიხეილ სააკაშვილისთვის სიცოცხლის შენარჩუნება და მისი გათავისუფლება სამწუხაროდ იქცა დიახაც ქართული ოცნების ხელში უმნიშვნელოვანეს რთულად გადასალახ პრობლემად და ამაზე ახლა ჩვენ თუ ვიდავებთ, უბრალოდ არ ვიქნებით მართლები. ეს ასე არის, არ აღმოჩნდა პუტინის ტყვის გათავისუფლება იმდენ პროცესი იმდენად ხამოკი, რამდენადაც თქვენ გინდოდათ ნათია და მე და მის ოჯახის წევრებზე თავად მიხეილ სააკაშვილს. ქართული საზოგადოების აქტიურობა დიახაც არის სახეზე მეტნაკლები ასე ვთქვათ აქტიურობით, მაგრამ მე თვითონ არ ვერიდები, რაც არ უნდა გამაკრიტიკოთ ახლა თქვენსაც ხება საერთაშორისო მეგობრობის მხარდაჭერის გარეშე. არა მგონია ამ საკითხს ვინმე აყენებდეს ეჭვის ქვეშ. შეუძლებელი არის პარტნიორების ზემოქმედების გარეშე ამის მიღწევა. ამიტომ ვკითხულობ ბატონო ნიკა, რომ პარტნიორები დღეს უფრო მეტად ინფორმირებულები არიან, ყველამ გაიგო რა მძიმე მდგომარეობა და რა შეიძლება დღეს ჩვენ ვნახოთ მათი მხრიდან, რომ გადავარჩინოთ სააკაშვილი. საუბარი მიმდინარეობდა, იცით, ძალიან ხანგრძლივი ოლიგარქიულ რეჟიმთან დაკავშირებით. უკვე ღიად და დაუფარავად. ახლა დახურული ტიპის შეხვედრებია ასეთი ტიპის ფორმატებში იცით თქვენ და ყველაფრის თქვის შესაძლებლობა მე არ მეძება, მაგრამ რა თქმა უნდა ძირითად საკითხებში შევეხები. რაღაც ასევე კონსტიტუცია უკვე ჩამოყალიბებული, რომ იმ ადამიანის წინააღმდეგ, რომელიც როგორც მინიმუმ აფინანსებს რუსულ პოლიტიკურ სისტემას საქართველოში ბიძინა ივანიშვილის სახით, რომელიც არის ხილებული არაერთხელ უკვე მჭიდრო კავშირში რუს ოლიგარქებთან, რომლებიც არიან სანქციის ქვეშ, არის გარდაუვალი აუცილებლობა. და ამაზე უკვე საუბრობენ არა ქართველი პოლიტიკოსები, არა ქართული სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, არამედ ევროპელი გავლენიანი პოლიტიკოსები. როდესაც ჩვენ მივისწრაფით თითქოს ევროკავშირის დიდ ოჯახში რომ გავხდეთ სრულფასოვანი წევრი, აღარ მალავენ რომ ეს ქიმერა იქნება. ეს არის ბროლის ოცნება ქართველი ერის, არა ისტორიული მიზნები და ამოცანებია, ხო? ის რასაც გულისხმობთ დასავლურ ფასოლობებთან და მიღებულებთან და დაკავშირებით, როდესაც ჩამოვარდება საუბარი. აი აქვე დღეს მაგალითი მოიყვანეს, როდესაც თავის დროზე იულია ტიმოშენკო იყო პატიმრობაში უკრაინაში და ვერ შევადარებ ახლა ქალბატონი იულია ტიმოშენკოს ფაბულას სისხლის სამართლის საქმის და მოგონილ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ შეთხზულ სისხლის სამართლის საქმეს ერთმანეთთან, მაგრამ მაშინაც კი, როდესაც დღესაც ყველა თანხდება, რომ ქალბატონო იულია ტიმოშენკომ მართლაც არ თუ სასარგებლო ხელშეკრულება, გაზის ხელშეკრულება გააფორმა რუსეთთან, ის მოხდა საპატიმროში და ასოცირების ხელშეკრულება თავის დროზე უკრაინასთან ვერ გაფორმდა, მხოლოდ იმიტომ, რომ იულია ტიმოშენკო ყავდათ პოლიტიკურ პატიმრად. ეს ყველაფერი დღეს აქ ისაუბრეს, არამედ სახელების და გვარების ჩამოთვლა, რა თქმა უნდა, ყველაზე გავლენიანმა პოლიტიკოსებმა და პირებმა ევროპის კონტინენტზე. თუმცა ისიც უნდა ვთქვათ, რომ იანუკოვიჩმა უარი თქვა თვითონ პირადად ასოცირების ხელშეკრულებაზე და ზუსტად მაგ ქალაქში ვილნიუსში იყო ის სამიტი, საიდანაც გაიპარა მაშინდელი უკრაინის პრეზიდენტი და უკრაინელი ხალხი დატოვა და მთელი პარტნიორები დატოვა იმედგაცრუებული. დიახ, იანუკოვიჩზე ვლაპარაკობ. დიახ, ამ მაგალითის მომხრობით და მოშველიებით რისი თქმა მინდა ნათია, თვითონ მაყურებლებო, შეუძლებელია არათუ სერიოზულად ელემენტარულ დონეზეც კი არ განიხილავს საქართველოს ინტეგრაციასთან და დაახლოებას ევროკავშირთან, მანამ სანამ ქვეყანაში არსებობს პოლიტიკური დევნა და მანამ სანამ მიხეილ სააკაშვილი არის პატიმრობაში. ეს არ არის ლიტონის სიტყვები. ეს არ არის სიტყვები, რომელიც ემსახურება მოსახლეობის ქართული საზოგადოების გამყრებას. ეს არის ის დამოკიდებულება, რომელიც ევროპელ პოლიტიკოსებს აქვს. ამიტომ ის რომ ბიძინა ივანიშვილი იქნება სანქცირებული და ეს პროცესი დაიწყება, უკვე არის საკმაოდ ხელშესახები. ხელშესახებია, არავითარ შემთხვევაში საერთაშორისო საზოგადოება არ დაუშვებს, რომ ჩვენ დისტანცირდეთ ჩვენი ისტორიული მიზნისგან. ჩვენ ვართ პოსტსაბჭოთა სივრცეში, ჩვენ ეხლა თავი დავახციეთ საბჭოთა კავშირს, ეს ესმით დღეს აქ ყველა ევროპელ ლიდერს, მაგრამ ჩვენ თანაბრად გვაშორებს ერთი ნაბიჯი უკან მოსკოვისკენ და ასევე ერთი ნაბიჯი წინ დასავლეთისკენ. რამდენად შევძლეთ ჩვენ გადავდგათ ჩვენი სანუკვარი ერთი დიდი ნაბიჯი წინ დასავლეთისკენ, ეს რა თქმა უნდა ქართულ საზოგადოებაზე და საერთაშორისო ჩვენს პარტნიორებთან
არის პარტნიორებზე დამოკიდებული, მაგრამ საფრთხე რომ არის რეალური და გამოწვევები არის ეგზისტენციალური, ეს უდაოა, ეს ესმით აქ. საკითხს სვამენ მარტივად, ნათია. ყოფენ ცივილიზებულ ევროპულ საზოგადოებას შემდეგნაირად. ან დასავლეთი, ან დანარჩენი საზოგადოება. ეს ტერმინი არის დამკვიდრებული. კი ბატონო. The West or the rest. და ლაკმუსის ქაღალდი თუ სად დადგები შენ, გახლავთ ახლა უკრაინა. დიახაც, ტესტი არის უკრაინა. და ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ ვიქნებით სხვა დანარჩენებში. ჩვენ აუცილებლად ვიქნებით დასავლეთში. და უკრაინის ომი რო განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნის და სახელმწიფოებრიობის ბედს, ეს არ არის ახალი ამბავი, მაგრამ ეს ყველაფერი ესმით ჩვენს პარტნიორებს, ამიტომ ჩვენთვის ნომერი პირველი ახლა ამოცანა არის, ვინაიდან დრო მართლაც არის იწვევს და ჩანხდებით ამაზე, სწრაფად რაც შეიძლება დავიხსნათ მიხეილ სააკაშვილი იმ საფრთხისგან, რომლის წინაშეც იგი დადგა და მიხარია ადამიანურად, ეკოლოგიურად და კოლეგიალურად, რომ ყოფილვარ თვენახევრის წინ, 2 თვის წინ, მსგავსი დამოკიდებულება 2 თვის წინ სანატრელი იყო. პირდაპირ გეუბნებით, სანატრელი იყო მსგავსი დამოკიდებულება. და მაინც ბატონიკა, ეს შეხვედრები თვენახევრის წინ 2 თვის წინ რო ყოფილიყო, იმიტომ რომ რაც კრიტიკული გახდა პრეზიდენტის მდგომარეობა, მას შემდეგ რაც ექიმებს არ უშვებდნენ. აი პარტიას მაშინ რო დაეწყო ამ ტიპის მობილიზაცია, იმიტომ რომ დღეს კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ დრო არის ძალიან ცოტა და დღეები წყვეტს მართლა სიტუაციას და რას აპირებთ ახლა თქვენ? რას აპირებთ? ანუ ბრიუსელში ჩახვალთ შეერთებულ შტატებთან იქნება კონსულტაციები, იმიტომ რომ ვიცით რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება ამერიკის პოზიციას ამ ვითარებაში. რახან ამ კითხვას სვამთ, რომ პარტიას პირველივე დღიდანვე შეეძლოს ამ საქმიანობის განხორციელება და არახორციელება, ესე იგი თქვენც ასე ფიქრობთ? მე მაქვს ეს შეკითხვა, რას აკეთებდა პარტია? დიახ. რას აკეთებდა და ყველაფერი ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში ხო გეუბნებით. და მასო პირველივე დღიდანვე, მაგრამ თქვენ ათია გოგსაძეს, პატივისცემა თქვენ, მართლა თუ წარმოგედგინათ, რომ პუტინის ტყვის გათავისუფლება შესაძლებელი იყო ერთ თვეში ან 2 თვეში, უბრალოდ ვერ დაგეთანხმებით და ამაში ვერ დაგეთანხმებით თავად მიხეილ სააკაშვილს, ხო? პირველი 3 თვის განმავლობაში არ გახსოვთ, რამდენი საპროტესტო აქცია გაიმართა, რა საპროტესტო სხვადასხვა ღონისძიებები იმართებოდა? ხო, მთელი ციკლი იყო საპროტესტო ღონისძიებების. პირველივე დღიდანვე კი არა, პირველი 3 თვე ნათია. პირველი 3 თვე პარალელურად მიმდინარეობდა აქტიური თანამშრომლობა. ახლაც აპირებთ ბატონიკა აქციებს თუ იქნება ჯერ ამ ეტაპზე კონცენტრაცია პარტნიორებთან და მოკავშირეებთან კონსულტაციების. ხო, ხედა ფრონტი გასწრილია, გაშლილია. პარალელურად ყველაფრისა იქნება ყველა შესაბამისი ღონისძიება. ახლა არის ერთობის დრო. მართლაც ერთობის დროა, იცით ახლა ჩასაფრებული ნიშნის მოგებით საუბარი წინ რას აკეთებს ნათია გოგსაძე იმისათვის რომ მიხეილ სააკაშვილი იქნას დახსნილი. რას აკეთებს ნიკა მელიანი? რას ვაკეთებთ და მაქსიმალურად რა ჩვენს ხელში ბერკეტია რომ ინფორმაცია მივაწოდოთ. ყველამ კარგად გაიგოს და ხელმა მსოფლიო მიცედეს. რიტორიკულად სამ ამ კითხვას ნათია, შენ კი არ გისმენ პირდაპირ გაგებით ამ კითხვას. რიტორიკული კითხვა. ნებისმიერი საქართველოს მოქალაქე, ვისაც მართა გული შეტკივა ამ ქვეყნის სტაბილურ განვითარებაზე, ხო? არის ამ პროცესში ჩართული. უბრალოდ დიახაც მესმის აქაი ჩასაფრებული ადამიანების ისეთ რაღაც ჩემის აზრით უადგილო გამოხტომები, ესეც უნდა თქვა ვისაგებთ თქვენი ეთერით, რას აკეთებს პოლიტიკური პარტია ნაციონალური მოძრაობა. რას ვაკეთებთ პოლიტიკური პარტია ნაციონალური მოძრაობა, რომ დღემდე სამწუხაროდ მიხეილ სააკაშვილი არის თქვენ იმისათვის, რომ დღემდე ქვეყნის ტერიტორია არის 20%-ით ოკუპირებული, იმისათვის, რომ ოლიგარქიული რეჟიმი მალე იქნეს ჩამოშორებული ქვეყნის მართვის სადავეებს. ეს ყველაფერი მიმდინარე სერიოზული პრობლემებია, რომლებიც აუცილებლად გადაწყდება კონსოლიდაციით, ერთსულოვნებით და არა ჩასაფრებული პოზიციიდან ერთმანეთზე ნიშნის მოგება, იმიტომ რომ არ ამგონია ვინმე იყო დაინტერესებული. არა, ჩასაფრება არა, უბრალოდ შეკითხვები იქნება ბატონიკა. ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის ხელმძღვანელი ხართ. მიხეილ სააკაშვილი ციხეშია და ის უბრალოდ ყოობაში კი არ არის. მისი სიცოცხლის საკითხი დგას ახლა კითხვის ნიშნის ქვეშ და ბუნებრივია, მთავარი კითხვები იქნება თქვენგან, როგორ გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან და თქვენი ამორჩეველი მიხეილ სააკაშვილის მომხრეები ამას თქვენ გკითხავენ, რა თქმა უნდა. მე დარწმუნებული ვარ, რომ რაც არის გასაკეთებელი ვიდრე ჩვენ ახლა საუბრობთ ამ მოცემულ პერიოდში კეთდება არა მხოლოდ პოლიტიკური პარტიის ლიდერებისა და წევრებისა, თქვენ ხედავთ ხო სხვა ჩვენი კოლეგა პარტიის წარმომადგენლები და ლიდერები ასევე არიან ძალიან აქტიურები
ოჯახის წევრები თავად ახსენეთ, სამოხალხო საზოგადოების წარმომადგენლები, მედიის წარმომადგენლები, ხო, უსამართლო არის უბრალოდ და არ მივიღე პირდაპირ გეუბნებით, ვინც არ უნდა იყოს ჩემთვის საპატივცემულო ადამიანი. რას აკეთებს, აი რომ დაეცვათ 91 წელს რას აკეთებდით იმისათვის, რომ ზვიად გამსახურდია რუს არ მოეკლა, ხო? შესაძლებლობების ფარგლებში ყველაფერი გააკეთეს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ იგივე ფატალური შედეგით ახლა არ დასრულდება. არა, მე მგონი მაშინაც დიდი შეცდომა დაუშვა ქართველმა და რომ ყოფილიყო უფრო მეტი მობილიზაცია, შეიძლება სხვა სიტუაცია ყოფილიყო და ჩვენ ამჯერად ისტორიის ასე შემოგნებას ვერ დავუშვებთ, რა თქმა უნდა. თანამედროვე ქართულ ისტორიას მე და თქვენ ძალიან კარგად ვიცნობთ და ძალიან ბევრს აკეთებდა მაშინდელი ქართული საზოგადოება და ტყვიაზე მიდიოდნენ და ავტომატებით შლიდნენ საპროტესტო აქციებს თბილისის ცენტრალურ ქუჩებში ეს აქციები და ამის ამსახველი ფაქტები თქვენ გახსოვთ, მაგრამ როდესაც ჩვენი მოწინააღმდეგე არის ყველაზე ველური ძალა, რომელიც არის მტერი თანამედროვე ცივილიზაციისა სამწუხაროდ არ აღმოჩნდა საკმარისი თვეები იმისათვის, რომ ეს პრობლემა გადაგვეწყვიტა. მაგრამ ახლა როგორც არასოდეს მაქვს შინაგანი რწმენა, რომ ეს პრობლემა რაც შეიძლება სწრაფად გადაიჭრება და აქ კიდევ ერთხელ ვამბობ, კომბინაციაში საერთაშორისო მეგობრობისა და ჩვენი ადგილობრივი საზოგადოების ძალისხმევა უნდა იქნეს გათამაშებული და ორივე გაერთიანებული ალბათ, დიახ. ძალის სინერგიული ეფექტით მივიღებთ იმ კუმულაციურ ეფექტს, როდესაც ეს პრობლემა გადაიჭრება. აქ თამაშობს ძალიან დიდ როლს უკრაინა როგორც სახელმწიფო, პოლონელები განსაკუთრებით, ლიტველები განსაკუთრებით, ჩვენ არ ვართ მარტო. ძალიან ვთქვით, ეხლა არა დისკომფორტს არ მიქრის არც ერთი კითხვა და მზად ვარ და ჩემი მოვალეობა არის, რომ პასუხი გავცეთ თუნდაც ყველაზე უხერხულ და მტკივნეულ შეკითხვას. თუმცა მე ვხედავ ნაკლებობას ერთსულოვნებისა და სოლიდარობისა და აი ამ ძნელბედობის ჟამს ხედავ მცდელობას, რომ ცალკეულმა ადამიანებმა მაგალითად ისეთი სახის პრეტენზია წამოაყენონ საჯარო სივრცეში, ბუნებრივია ხა ჟურნალისტებს არ გულისხმობ, რომელიც მათ არ ეკუთვნით. აი არიან მე მინახავს პოლიტიკოსები, მოქმედი პარლამენტის წევრები, რომლებიც აკრიტიკებენ პოლიტიკურ ოპოზიციურ სპექტრს და პარლამენტს და ამავე დროს პარლამენტის წევრებიც არიან და მოქმედი პოლიტიკოსებიც არიან და რჩება შთაბეჭდილება, რომ უბრალოდ ნიშის, საკუთარი სოციალური ნიშის გამოძებნის გამო უბრალოდ აკრიტიკებენ გაუგებრად მეორე ნაწილს საზოგადოებისას. მაშინ, როდესაც მართლაც ყველაზე მნიშვნელოვანია ახლა ერთობა, როდესაც თან ერთის მხრივ ვამბობთ, რომ ადამიანი ამ მდგომარეობაშია და მეორე მხრივ შენ დროს პოულობ იმისათვის, რომ აკრიტიკო გაუგებრად თანაც ამის ნაცვლად ხوارჯობია მართლა ადგე და სხვა სახის თუნდაც ინდივიდუალური საპროტესტო აქცია გამართო. მე რამდენიმე დღის წინ შეხვდა წარმოვიდგინე, აქ ვიყავი ვილნიუსში, ერთ-ერთი ჩემთვის საპატივცემულო ადამიანის Facebook პოსტი მიხეილ სააკაშვილის მთავრობის წევრი იყო, გახდა გუბერნატორი, რომელმაც საოცარი განცხადება გააკეთა, რომ რას აკეთებს ნაციონალურ მოძრაობაო. სად არის, რატომ არ აქტიურობს არა და ეს ადამიანი არც მინახავს უკანასკნელი, რა ვიცი, წლების განმავლობაში. ვიზე საუბრობთ, მართალი გითხრათ არ ვიცი, ვიზე საუბრობთ. რა მნიშვნელობა აქვს და მე ამ შესახებ ბოდიში მოიხადა ადამიანი იყო მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დროინდელი მაღალჩინოსანი მთელი წლის განმავლობაში, ხო? კი ბატონო ნიკა, მე მგონი ახლა მიდგომა აზიანეს მიზნებსა და ამოცანებს. ეს მართლა არ ვიცი რაზე საუბრობთ, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ახლა არის, რომ ვიპოვოთ გამოსავალი, ხომ და ამიტომ გეკითხებით თქვენ, იმიტომ რომ ხვდებით ადამიანებს, ჩვენს მოკავშირეებს და თუ არის ახლა რაღაცა სინათლის სხივი, რომელსაც შეიძლება მოვეჭიდოთ, იმიტომ რომ პოლონელებმა ყველაფერი გააკეთეს, მაგრამ არ გამოვიდა. აი რა არის ახლა შანსი, რომ პუტინის ივანიშვილის მძევალი სააკაშვილი გადავარჩინოთ. არ ვლაპარაკობთ იმაზე, რომ გავათავისუფლოთ, ხო გადარჩენაზე არის ლაპარაკი და იყო ასეთი სქემა სახალხო დამცველისგან მოცემული, რომ გადავადდეს მისი სასჯელის მოხდა, რაზეც რატი ბრეგაძემ დღეს თქვა, რომ თვითონ ამას ვერ იზამს. აი ამ ვერსიებს თუ განიხილავთ პარტნიორებთან თუ მსჯელობთ და რა შეიძლება ახლა იყოს გამოსავალი? ყველა ტიპის სცენარი არის მათთან ერთად განხილული, თქვენ უახლოეს მომავალში იხილავთ სხვადასხვა გავლენიანი ევროპელი ლიდერების ვიზიტს საქართველოშიც, უშუალოდ ისინი ადგილზე მოახდენენ მობილიზაციას, საერთაშორისო
საზოგადოებისა ვილნიუსიდან არა სტრასბურგიდან არა ბრიუსელიდან არამედ საქართველოში, მაგრამ კვლავ უბრუნდები ეს ჩვენ ვართ მართლაც ცივილიზაციური ომის მონსტრენი, ხო საზოგადოება, ხო თერი საერთაშორისო. ხედავთ რა ხდება უკრაინაში, ხედავთ რომ არაფრად არ უღირს პუტინს 10,000 მშვიდობიანი მოქალაქე. 100,000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე არის მოკლული უკრაინაში, ხო? ამ ყველაფერს აკეთებს ადამიანი, რომელიც საღი აზრიზე მიღმა არის გასული, დიქტატორული უნარჩვევებიც კი გააუმჯობესა და ხვეწავს სისასტიკეს, რომელსაც ჩვენ ყოველდღიურად თვალყურს ვადევნებთ. მაგრამ აი ამ კაკების მეთოდებს საზოგადოების ფარგლებში, სხვადასხვა საზოგადოებრივ ჯგუფებს შორის შუღლის გაღვივება, მაშინ როდესაც ერთის მხრივ ჩვენ ვიცით რამხელა გამოწვევის წინაშე ვართ, ქართველების, ლიტველებიც, უკრაინელებიც, ხო? არ უნდა დაუშვათ საზოგადოების იმ საღმა ნაწილმა, რომელმაც ვიცით, რომ ამ ყველაფერს აბუყბუყებს რუსული სპეცსამსახურები. ჩემი აზრით, მიზანი მიღწეული იქნება ნათია, რწმენა მაქვს ამის არის ნაწილი საკითხების, რომელსაც პირდაპირ ეთერში მე ვსაუბრობ, არის საკითხები, რომელსაც ვერ შევეხები ვინაიდან. მაგრამ როგორც მივხვდი, უახლოეს მომავალში ჩამოვლენ საქართველოში ლიდერები, რომლებიც მოითხოვენ, დრო არ იწმენს და ძალიან მალე უნდა მოხდეს ეს და შეგიძლიათ გითხრათ ამ ეტაპზე ვინმეს სახელი და გვარი? არა, რა თქმა უნდა, თქვენ თავად იხილავთ, უახლოეს პერიოდში მოხდება ეს ყველაფერი, მაგრამ მანამ სანამ მოხდება, მერწმუნეთ, ესენი ევროპის სხვადასხვა დედაქალაქებიდან გააკეთებენ იმაზე მეც, ვიდრე ქართულ საზოგადოებას მიაჩნია ეს ყველაფერი შესაძლებლად. ნამდვილად არის იმის მზაობა და მათ აწუხებთ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა, ის საფრთხე, რომელიც წინაშე ის დადგა და ამავე დროს შიდა პოლიტიკური ვითარება. მათ მიაჩნიათ, რომ მაშინ, როდესაც უკრაინაში ხდება ის ბარბაროსული აქტები ყოველდღიურ რეჟიმში, შიდა პოლიტიკური ქართული რეალობა არ შეიძლება იყოს ასეთი დაძაბული, რაც პირდაპირ პროპორციულად ასხამს წყალს რუსეთის იმპერიალისტური ზრახვების წისქვილზე. აქედანაც ამოდიან ისინი და უბრალოდ ვერ წარმოუდგენიათ, როგორ შეიძლება საერთოდ პრეზიდენტი, ქვეყნის მესამე პრეზიდენტი იყოს იმ მდგომარეობაში ქვეყნისა, როგორ მდგომარეობაშიც არის. ამიტომ ბევრი პრაგმატული ინტერესიც ამოძრავებთ ევროპულ ლიდერებს, გარდა ალტრუისტული უბრალოდ ამოცანებისა, ხო და დამოკიდებულებისა მიხეილ სააკაშვილის სადმი, უпростоრეთ მათ ბევრ მათგანთან მე მქონდა საუბარი და მიხეილ სააკაშვილთან ჰქონდათ და აქვს მეგობრული დამოკიდებულება, ერთ დროს საკმაოდ ახლო პარტნიორული ურთიერთობა, მაგრამ ამის მიღმა მათ აქვს დიახაც პრაგმატული ევროპული მოსაზრებები და თვლიან, რომ ეს მდგომარეობა, ეს სტატუს-კვო თუ არ შეიცვალა, საქართველო იკარგება როგორც პოტენციური მომავალი ევროპული სახელმწიფო და ისინი თვლიან თავიანთ თავს ვალდებულებად ყველაფერი გააკეთონ იმისათვის, რომ პოსტსაბჭოთა სივრციდანაც კი ქართული საზოგადოების აქტიურობით ჩვენ დავაღწიოთ თავი და ვიდრე ახლა ჩვენ პოლიტიკური ცეცხლი გვიკიდია და მიხეილ სააკაშვილს სჭირდება ჰუმანიტარული დახმარება, აი აქ უკვე რა თქმა უნდა აუცილებელია და მნიშვნელოვანია მათი მეათე ხარისხში აქტიურობა, ვიდრე ოდესმე უაქტიურიათ. ახლა აქ იყო შვედი დელეგაცია ჩამოსული, კარლ ბილდ, მისი მეუღლე ასევე, რომელიც გახლავთ ევროპარლამენტარი აქტიური არის შვედეთის პოლიტიკაში, იტალიის პოლიტიკაში. ჩათვლით მან გაიხსენა ისტორია, როდესაც საქართველოს წინააღმდეგ მოხდა რუსული აგრესიის მოტანა, რამდენიმე საათში კარლ ბილდის თვითმფრინავი აფრინდა და ჩამოფრინდა თბილისში და რუსებს შეუთვალა, რომ საერთაშორისო თბილისის აეროპორტში ვიდგები მე და აბა გაბედეთ და დაბომბეთ ჩვენი ქვეყანა. ესეთი მეგობრები ყავდა და ყავს საქართველოს, როდესაც ტყვიებსაც და ბომბებსაც არ შეუშინდნენ და პირადად და ფიზიკურად ჩამოვიდნენ საქართველოში. და ახლა როდესაც ხედავენ, რომ იმ ადამიანს უჭირს როგორც არასოდეს მიხეილ სააკაშვილს ყავს გამოკეტილი როგორც ტყვე, რა თქმა უნდა, ისინი ყველაფერს აკეთებენ, ნათია. ნუ გვაქვს ის მოლოდინი, რომ ვინმე რამეს აკლებს ამ პროცესს. არ არის ასეთ შეუძლებელი იყო იმის განსაზღვრა, რომ ტყვე დაყვანილი ადამიანი დაგეგმილი დღის წესრიგის მიხედვით გათავისუფლებოდა პუტინისა და ივანიშვილის ტყვეობიდან, მაგრამ ვარ
იმაზე მეტად ოპტიმისტურად განწყობილი, ვიდრე წარმომედგინა და ვიმედოვნებ, რომ სულ მცირე ვადაში ჩვენ ამ პრობლემას, შუალედურ პრობლემას გადავჭრით და მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე საფრთხე აღარ დაემუქრება. ნიკა, თქვენ გეგმებზე მინდა გითხოთ, რჩებით ვილნიუსში განაგრძობთ შეხვედრებს თუ შეიძლება წახვიდეთ სტრასბურგში ან ევროპის რომელიმე დედაქალაქში იმავე მისიით, რომ მობილიზაცია მოახდინოთ პარტნიორებს? მე ვრუნდები ყვალ თბილისში და რამდენიმე დღეში მივემგზავრები გერმანიაში. დიახ, გერმანიაში მივემგზავრები, სადაც გაიმართება იქაურ სახელმწიფო წარმომადგენლებთან შეხვედრა, რა თქმა უნდა, ძირითადი საკითხი ასევე იქნება ის, რაც იყო აქ ვილნიუსში. რაც შეეხება აქციებს, რეგიონებში იმართება აქციები და პარტიაც ჩაერთვება ამ პროცესში თუ ოჯახი აპირებს ერთგვარად ეს საზოგადოებრივი წინააღმდეგობის პატარა კერების შექმნას, იქნება ეს ერთობლივი ოჯახთან ერთად თუ რას აპირებთ, ეს მაინტერესებს. რა თქმა უნდა, ეს არის ერთობლივი, არის კომუნიკაცია ჩვენ შორის და ნებისმიერი სახის მით უმეტეს ახლა ის ღონისძიება, რომელიც უკავშირდება მიხეილ სააკაშვილს, რა თქმა უნდა, იქნება მჭიდრო კომუნიკაციის ფარგლებში განხორციელებული და ეს კომუნიკაცია არსებობს. ეს კომუნიკაცია უბრალოდ ძალიან სამწუხაროა, რომ სახელმწიფო პროპაგანდას აყოლილი ნებსითუნებლიეთ ადამიანების არსებობენ, რომლებიც ვერ წარმოიდგენთ რამხელა სამსახურს უწევენ სახელმწიფო წარმომადგენლებს, როდესაც ცდილობენ ჩამოვაგდონ და გააღვივონ შუღლი არ არსებული პოლიტიკურ პარტია ნაციონალ-მოძრაობასა და ოჯახის წევრებს შორის. ხო, ეს ხო შემთხვევით არ ჩდება სწორად. ეს არის კარგად დაგეგმილი კაკების მეთოდებით მომუშავე ხელისუფლების მორიგი რაღაცა ბინძური პროპაგანდა, რომ თითქოს თავის დროზე იყო საუბარი, თითქოს ალბათ გიული ალასანიასა და ნიკა მელიას შორის იყო გაუგებრობა მიხეილ სააკაშვილის ბიძასა და ნიკა მელიას შორის. ეს ყველაფერი არის უკვე ნორმად ქცეული, მათი მხრიდან არავის აღარ უკვირს. საზოგადოების დიდ ნაწილმა იმუნიტეტი გამოიმუშავა, უბრალოდ არსებობს ის ნაწილი საზოგადოების, რომელიც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ნებსი თუ უნებლიეთ ეგება ქართული ოცნების პროპაგანდას, იმ პროპაგანდას, რომელიც დღითი დღე არა უბრალოდ აი ამ ბინძურ სქემას განვითარებს, არამედ ართაკილობს და უშვერი სიტყვებით ლანძღავს ჩვენი თანამედროვე გმირი სახელმწიფოს ხალხს, უკრაინელებს. უკრაინის სახელმწიფოს ხელმძღვანელობას, პრეზიდენტ ზელენსკის მის გუნდს. ან აქ ყველაფერი გასაგებია უკვე. კგბ-ს სურვილები და მეთოდებიც არ იცვლება და ეს ტროლების და ბოტების ქარხნები და საზოგადოებრივი აზრით მანიპულირებაც ეს ქართული ოცნების სამარკო ნიშანია. დიახ. სხვათა შორის, აი კგბ-ს მეთოდები ვახსენეთ და აქ მიმდინარეობს აქტიური საუბარი ამ ყველაფერთან დაკავშირებით. ევროპა უკვე ხვდება და ის ადამიანები, ვინც განსაზღვრავს ევროპულ პოლიტიკას დიდწილად, რომ ერთი და იმავეს ერთნაირად კეთებას აუცილებლად მოყვება იმავე შედეგი და ბევრი რამ არის შესაძლებელი და მათ შორის შესაძლებელი არის საინფორმაციო პოლიტიკა წამყვანი ქვეყნების მედია წარმომადგენლებისა და რას გულისხმობდნენ ისინი. იცით, ჩვენ დღემდე სარგებლობთ დემოკრატიული ფასეულობებით და ღირებულებებით და როდესაც ნატოს მოკავშირე და ნატოს მომხრე ექსპერტები ან პოლიტიკოსები ყავს სტუმრად მოწვეული გადაცემებშიო, ხო? რახან დემოკრატიული წესრიგებაა ჩვენთან აუცილებლად ვთვლით, რომ ნატოს საწინააღმდეგო პოზიციის მქონე ან ევროკავშირის და ცივილიზაციური ინტერესების საწინააღმდეგო მქონე ექსპერტი და პოლიტიკოსიც მოვიწვიოთ გადაცემაშიო და ამ მეთოდებით ჩვენ ვერასოდეს ვერ მოუგებთ ბრძოლას კგბ-ს კარგად გამობრძმენდილ იმ აპარატს. და ამაზეც კი მიმდინარეობს მსჯელობა ნათია უჩვეულო იქნებოდა ალბათ 10 წლის წინ მოგესმინათ ევროპელი ლიდერებისგან, რომ ამ გარდამტეხ ეტაპზე ჩვენი კაცობრიობისა შესაძლებელია აი რა ვიცი სავანეთ მოწოდებულმა მედია საშუალებებმა თავისუფლების სავანეთ მოწოდებულმა მედია საშუალებებმა თავი შეიკავონ იმ ადამიანების გადაცემაში მოწვევისგან, რომლებიც კაცობრიობის საწინააღმდეგო პოზიციებს აფიქსირებენ. ამიტომ აქამდეც კი მივიდა ევროპა
და მსჯელობს უკვე. ალბათ ხო, მედია საშუალებებით თვითონ გააკეთებენ არჩევანს ამ კუთხით და უკრაინის ომმა ყველაფერი შეცვალა და გარკვეული დამოკიდებულებები ყველგან გადაიხედა და ბუნებრივია მედიასაც გარკვეულწილად ეს შეეხება. მე მადლობა უნდა გითხრათ ჩართვისთვის და უნდა კიდევ ერთხელ იმით მინდა დავასრულო, რომ ნუ გაგიკვირდება თუ კი შეკითხვები იქნება, იმიტომ რომ მდგომარეობა იმდენად კრიტიკულია, რომ ყოველ წუთს სამწუხაროდ გვაქვს მაინც არც თუ ისე კარგის მოლოდინი და ამიტომ ვითხოვთ ქმედით, სწრაფ გადამწყვეტ მოქმედებას და განსაკუთრებით თქვენგან, ნაციონალური მოძრაობის ლიდერისგან და პარტიისგან, რომელიც ყველაზე მძლავრი ოპოზიციური ძალაა საქართველოში. არა, ნათია, მე არ მიკრეს, უბრალოდ პირიქით სურს, რომ რაც შეიძლება მაღალი ხარისხის ერთობა იყოს საზოგადოებაში. აი ეს უს მეტი არაფერი. და გქონდეს ინფორმაცია. დიახ, და ინფორმირებული ვიყოთ, რას აკეთებს პარტია, რა გადაწყვეტილებები შეიძლება ვნახოთ უახლოეს მომავალში და რა არის თქვენი გეგმები, ამიტომ ეს შეკითხვები იქნება და არ უნდა გაგიკვირდეთ ალბათ. პარტია კიდევ ერთხელ არ მეკუს ნათია, რატომ ვფიქრობ, რომ პარტიის ძალისხმევა არის ადგილზე, თუმცა პარტიული ინტერესის მიღმა არის ხო მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შენარჩუნება და სიცოცხლის გადარჩენა. ამიტომაც იშლება ქვეყნის მესამე პრეზიდენტი არ არის პარტია ნაციონალური მოძრაობის დამფუძნებელი და სულისჩამდგმელი, ხო, მიხეილ სააკაშვილი, ხო, ქვეყნის მესამე პრეზიდენტი, რომელმაც გზა გაუკაფა საქართველოს ევროინტეგრაციისკენ, რომელმაც იახაც მისა გასაქანი თაობებს იმ 9 წლის განმავლობაში, რომ იყვნენ თანამოზიანნი იმ ღირებულების ფასეულობებსა, რომლებიც აი აქ არის პრევალირებული იმ სიველურეზე, რომელსაც ადგილი აქვს ახლა კრემლში. ამიტომ ეს არ არის ნაციონალური მოძრაობის ან მხოლოდ პოლიტიკური სპექტრის საკითხი და ეს ყველა ძალიან კარგად ესმის. თუმცა ყველა შეკითხვა მისაღებია, ყველას დიახაც გვაქვს ძალიან დიდი შფოთვა, თუმცა მგონია რომ მობილიზაცია, ძალთა კონსოლიდაცია, მხნეობა და მაქსიმალურად ერთობის ერთმუშტად შეკვრა არის გადამწყვეტი. აი რაშიც ვარ დარწმუნებული, ამაში ვარ დარწმუნებული და ამის შემდეგ, როდესაც ადამიანის სიცოცხლეს გადავარჩენთ, ხო? კი ბატონო, რამდენიც გინდა ვიპაიქროთ სიამოვნებით ამეძახეთ და იცით რომ არც ვერ მოგერიდება ჩემი და არც ვერ მომერიდება თქვენი როგორც თუმარს. კი ბატონო, დიდი მადლობა ჩართვისთვის. გისურვებთ წარმატებებს. ეს იყო ნიკა მელია, ნაციონალური მოძრაობის ლიდერი.